ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1986 წლის 4 ივნისია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. რამდენიმე წლიანი შეჩერების შემდეგ კვლავ შეუდგა მუშაობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტი, რომელიც წინა წლებში ძალიან ნაყოფიერად მუშაობდა. უშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიკრიბნენ რესპუბლიკის ინტელიგენციის სახელმწიფო შემოქმედებითი ორგანიზაციების პრესისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები. სხდომაზე განიხილეს ინსტიტუტის განახლებისა და ორგანიზებული მუშაობის საკითხები. სხდომა გახსნა და ინსტიტუტის მომავალ ამოცანებზე ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა გორგოძემ. ინსტიტუტის მუშაობის სხვადასხვა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება თავიანთ გამოსვლებში სხვა გამოსვლებმაც. ინსტიტუტის რექტორად აირჩიეს შინაგან საქმეთა სამსახურის გადამდგარი გენერალი კონსტანტინე კეთილაძე. დამტკიცდა სამუშაო გეგმები და კონკრეტთა საკითხები და პრობლემები, რომელთა წინაშეც ინსტიტუტი დგას. რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო დეპეშა, რომელშიც მოსკოვის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომი მადლობას უთulis საქართველოს სოფლის მშრომელებს დედაქალაქში ბოსტნეულსა და მწვანილის დამატებითი მიწოდებისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი გაერთიანება საქსათბურმა, საქსოფლ დამზადების წყალტუბოს გაერთიანებამ და გორის სასათბურე მეურნეობამ. სახაგონმრეწთან შექმნილია შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს ამ სამუშაოს. ხობის რაიონის ჩაის კომბინატში, რომელიც საექსპორტო პროდუქციას უშვებს, ძირითადად ახალ სკოლა-დამთავრებულები მუშაობენ. კომბინატში დამონტაჟდა ადგილობრივი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მიერ შექმნილი ნარევის დახარისხების ახალი ტიპის მანქანა, რომლის სიმძლავრეა ცვლაში 6-7 ტონა. მანქანამ მდარე ხარისხის წვრილი ნაწილაკებისგან წმენს პროდუქციას და მას ერთგვაროვან დაკალიბრებულ სახეს აძლევს. ხოროწყუს რაიონის სოფლები კირცხი და ლესიჯინი ახალი ხიდით დაუკავშირდა ერთმანეთს. მდინარე ხობის წყალზე ამ მეხუთე ხიდის ასაგებად სახელმწიფომ 422,000 მანეთი გაიღო. მშენებლობის შემჭიდროებულ ვადებში დამთავრებისთვის კარგად გაისარჩნენ კირცხის, ხოროწყუს, ხაბუმესა და სხვა სოფლების მშრომელები, რომლებიც სამუშაოსგან თავისუფალ დროს უსასყიდლოდ მუშაობდნენ. მექსიკაში გაიმართა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის პირველი მატჩები. გახსნის მატჩში მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ნაკრები ეთამაშა ბულგარეთის გუნდს. იტალიელებმა ბულგარელებზე ბევრად ძლიერი თამაში ვერ აჩვენეს და მატჩი კანონზე მიერად დამთავრდა ფრედ 1-1. საფრანგეთმა მოუგო კანადას, ხოლო ბრაზილიამ ესპანეთს. ორივე მატჩის შედეგია 1-0. გადმოიცემოდა 1986 წლის 4 ივნისის უკანასკნელი ცნობები.